ცოტა გაგვიწვიმდა, მაგრამ ერთ კომენტარს უნდა უპასუხო. ერთმა ქალბატონმა მგონი განაწყენებული ტონით დამიწერა, შენ კიდე თქვი სოფლის სახელი. ხომ უნდა ვიცოდეთ ხალხმა. და დიახ, მართალი ბრძანდებით, ეს აქამდე უნდა წარმედგინა საკუთარი თავით და სოფელიც. სოფლით დავიწყოთ. ჩემი სოფლის გაგონებაზე ბევრს აფხაზეთი ახსენდება. მაგრამ ეს აბაშაა და სოფელს კოდორი ქვია. დიახ, საქართველოში ორი კოდორი გვაქვს, ერთი აბაშაში და მეორე აფხაზეთში. უпростоრით აქ ორია. ერთი გაღმა და მეორე გამოღმა. შუაში კი რიონი გვყობს. რიონი ისე ახლოა ჩემთან, რომ მონდომებული კაცი ჩემი ეზოდან ქვასაც ჩააგდებს. როგორც ვიცი, ჩემს გვარსაც ორი შტო აქვს. ერთი ამ სოფელს უკავშირდება, მეორე კი როგორც კოდორი აფხაზეთშია. ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან რა კავშირი აქვს, არ ვიცი. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჩემი გვარის გაგონებაზე 10-დან 9 შემთხვევაში გამეორებას თხოვენ, რადგან მსგავსი არ გაუგიათ. დიახ, ჩემი გვარია საბულუა. გავიმეორებ არ მეზარება. ნიკა საბულუა. ახლა ცოტანი ვართ, მაგრამ იყო დრო ამ სოფელში ჩემი გვარის ხალხი ჭარბად იყვნენ. ახლა კი ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩემი გვარის ვინც დაიბადა ამ სოფელში ჩემი შვილი იყო. 40 წლის წინ კი თავად მე თქვენი მონამორჩილი. ასე ოსტატურად გაგიმხილეთ ჩემი ასაკიც. თუ კიდევ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ, მომწერეთ და გიპასუხებთ. მეტი რა საქმე მაქვს.